ყოველ შაბათს 22 საათზე მთელი სამყარო იძინებს, მაგრამ არ ძინავთ მათ, მაფიოზებს. მოგენატრა? ვაუ. მეც მომენატრა და ეს არის მონატრების ეპიზოდის სპეშალ ეპიზოდი იქნება, იმიტომ რომ ძალიან მოგვენატრა მაფიამ. ჩვენმა მეგობრებმა, იუთუბერებმა გვითხრეს რომ და ხალხმა გვითხრა რომ რაღაცა ქენითო რა და სანამ დიდი სეზონი დაიწყება, ეს იქნება ერთი სპეშალ ეპიზოდი, რომელიც გაფორმებული და გაერთიანებული იქნება ფეხბურთის თემატიკაში. ყველა მონაწილე, რომელ გუნდებს გულშემატკივრობენ, იმ ფორმებით არიან მოსულები რა და თან რაღაც სიახლეები გვაქვს, რაღაც წესებშიც და ეს იქნება G2 კლუბის თემები, ხო? ყველა მონაწილე, ანუ ნახეთ, ჩვენ ვართ, იმიტომ რომ ჩვენ არ ვთამაშობთ და ლაშაც, კოპალაც, ანანოც ყველანი თამაშობენ და ჩვენ დავიწყებთ რა და იმათ ისედაც ნახავთ, ასე რომ ჩვენ შევკლასოთ თავიდან შესავალი გავაკეთოთ, ხომ? ხო, პატარა ცვლილებებია როგორც თამაშის წესებში, ასე G2 კლუბის თემებშიც, მაგას ნახავთ. დიდი არაფერი, ძალიან ცოტა პატარა ცვლილება არის და მგონია რომ ასე უფრო საინტერესო უნდა გამოვიდეს. თან აბსოლუტურად ფეხბურთის ირგვლივ მინდა რომ იყოს შედარებები, იმიტომ რომ ხუმრობები წამოვიდეს, რაღაცა ემოციები და რაღაცნაირად გონია რომ კარგი ეპიზოდი და G2 კლუბის თემებიც ძალიან კაი უნდა გამოვიდეს რა. აქედანაც მოგმართავთ, რომ საკმაოდ დიდი ცვლილებები იქნება შემდეგი სეზონიდან. მასშტაბურობას უფრო გავზდით და გვჭირდება სპონსორების დახმარება და ჩართულობა და უბრალოდ შევხმიანდეთ. ახლა ვიღებთ ახალ ფილიალში, ახალი ოთახი გაკეთდა ფულდრუმის კლანის ფილიალში და არის ჩემი აზრით ძალიან ლამაზი, ესეთი ლამაზი ოთახი ჯერ არ ქონია მაფიას და შაბათს რომ დაიდება ეპიზოდი მანდაც ნახავთ, ასე რომ შეგეძლო. სულ ვაიბები წამოვიღო. ხო, რაღაცნაირად უფრო იაპონური ვაიბები მოდის და ოქროსფერია ყველაფერი და რაღაცნაირად გულს უხარია რომ ხედავ და კამერაშიც ვეროდ უფრო ფოტოგენური ოთახია. სად მდებარეობს კლანის ფულდრუმი? დანში არის მეტროსთან, ეგრევე. მარატ ნოზაძის 5 ნომერში, მარატ ნოზაძის 5 ნომერში. ფულდრუმი რა როგორც კი ამოხარ ეგრევე დიდი ასოებით აწერია და ეს სივრცე არის საქართველოში ყველაზე დიდი გეიმინგ სივრცე, რომელიც აერთიანებს 25 ბილიარდს, PlayStation-ებს, კომპიუტერებს, საჭეებს, ტენისის მაგიდები არის და მოკლედ ყველაზე დიდი გასართობის სივრცე არის ამ თემატიკის რა. ახლა უკვე მაფიაც არის. ხო, დიდი ღომშიც, რა თქმა უნდა, ვიკრიბებით ხოლმე და თქო რა წესები გვაქვს ახალ სეზონში და ამ ეპიზოდშიც გვექნება ესეც ცვლილება რომ მარჯვენა ხელს ექნება მხოლოდ ერთი გადამოწმება და ეს წესი იმიტომ შემოვიღეთ რომ უკვე გამოცდილ მაგიდაზე გამოცდილ მოთამაშეებით ესეთ ტაქტიკას მიმართავდნენ რომ შავები ანუ მაფიოზები და იაკუძა ერთად თამაშობდნენ გუნდურად თამაშობდნენ და მხოლოდ ერთი პატიოსნის გაყვანა პირველ წელზე საკმარისი იყო რომ უეჭველი მაფიოზები შავებს მოვიგოთ რა მე ქილებს გაიყოფდნენ თან ერთმანეთს ანიშნებდნენ და სასტიკი თამაში გამოდიოდა პატიოსნები და მაგის გამო გადაწყვეტეთ რომ მარჯვენა ხელს მხოლოდ პირველ ღამეს ექნება გადამოწმება. მე ვფიქრობ რომ საერთოდ უნდა ამოვიღოთ. სიცილიის ეპიზოდის მერე ჩვენ სივრცეში ყველა თამაში ტარდებოდა ისე რომ პირველ ღამეს ქილი ხდებოდა იაკუძის მიერ ამ ტაქტიკამ ჯერ ერთი რომ ძალიან დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს რომ დაგვატესტინა ასეთი ტაქტიკით თამაში, იმიტომ რომ ბევრად უფრო კარგი შედეგი გამოიღო ვიდრე იმან რომ საერთოდ არ ხდებოდა ქილი პირველ ღამეს. ახლა იაკუძასაც აქვს რაღაც შანსი და უფრო მეტი პროცენტულობა აქვს იაკუძას მოგების ვიდრე მაშინ ქონდა როცა პირველ ღამეს ქილი არ ხდებოდა. მაფია G-ზე ტარდება თამაშები, ანუ ჯავშნები არის და ყველა თამაში რომელიც ტარდება შედის სტატისტიკაში და ეხლა მე როგორც ვუყურებ 354 თამაში აქვს მოქალაქეებს მოგებული, მაფიას 259 და იაკუძას 226. იმის შემდეგ, რაც პირველ ღამეს ქილი დაემატა, ასეთი სტატისტიკები არის. და შორის, რამოდენიმე ჩვენმა სტუმარმა, ჩვენმა მოთამაშემ უკვე გატესტა რა, ვინც დღეს ითამაშებენ, თუმცა ბევრისთვის შეიძლება პირველი იყოს და ნახოთ როგორ აუღებენ ალყოს რა. და მე მგონი ყველაზე ბომბა სიახლე რაც უნდა დაგვეანონსებინა ამ ვიდეოში, ამ შესავალში არის რომ ძალიან დიდი და პოზიტიური და კარგი გამოხმაურება ჰპოვა თბილისის თასი 2025-მა. და ახლა უკვე ზაფხულის სეზონის თბილისის თასის 2026 წლის ეპიზოდს ვიხილავთ და ტურნირი ჩატარდება 28-ში იქნება, 28 ივნისს იქნება პირველი შესარჩევი და მაფია G-ზე უნდა დარეგისტრირდეთ და შემდეგ სასურველი დრო დაჯავშნოთ ტურნირზე შესარჩევის, რომელ საათზეც გსურთ მაგიდები იქნება გამოდებული. გარდა იმისა, რომ ეს არის ძალიან მონატრების სიყვარულის ეპიზოდი, სანამ დაიწყება სეზონი. გარდა ამისა, ამით გვინდოდა რომ დაგვიანონსებინა თბილისის თასი და მეორე ეპიზოდი გვინდა რომ ჩატარდებს აბსოლუტურად თქვენი მონაწილეობით.
ჩვენი სტუმრების, ჩვენი გამომწერების, მაყურებლების მონაწილეობით 12-ვე მოთამაშე იქნება 12-ვე მოთამაშე იქნებით თქვენ. შესარჩევი დღეები იქნება რამოდენიმე, არა მარტო 28-ში, ასე რომ ყურადღებით ადევნეთ თვალი და შემდეგი ტურნირის დღეები საიტზე გამოჩნდება და კიდევ უნდა დავანონსოთ უმაგრესი რაღაც. მაფიის თამაში უკვე ონლაინდაც შეგეძლებათ. მაფია G-ზე იქნება ლინკი მოცემული და შეხვალთ მაფია G-ს იუზერით და გაივლით ავტორიზაციას და ინტერნეტში, ზოგი რეგიონში ხართ, ზოგი უცხოეთში ხართ, სხვა ქვეყანაში ამ ადამიანებისთვის მოგეცით შანსი, გეძლევათ შანსი, რომ უკვე ერთად ვითამაშოთ ინტერნეტშიც, რაც ძალიან მაგარი პროექტი იქნება, რა. თბილისის 1000-2026 YouTube-ზე დაიდება, რა თქმა უნდა. ასევე მსოფლიო ჩემპიონატის თემატიკას არ გვინდოდა რომ ჩამორჩენილიყო არც ჩვენი გარემო და არც ჩვენი საიტი და მაფია G-ზე შეგეძლიათ რომ PlayStation-ი მოვიგო. ჯერჯერობით მე ვიგებ რა. მაფია G-ზე შეგეძლიათ შეავსოთ თქვენი ვარაუდები, ყველა თამაშს, ყველა თამაში გვაქვს გამოტანილი და ანგარიშები შეგეძლიათ დაწეროთ. კაი, მე მგონი ყველა შეახლა გაგაცანით უკვე რაც გვაქვს და მე მინდა რომ ეხლა ეს კამები დავუთმოთ ჩვენს მოთამაშეებს. სამ-სამი ადამიანი დასხდება და შეეცდებიან რომ ძალიან კარგი G2-ს ქუდის თემები შექმნან. მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის G2G-ს არხი რა თქმა უნდა და მე ვარ G2G. მოგენატრა მაფიის გადაღება G2. აუ ძალიან მომენატრა მართლა. აუ სეთი თამაში მე ანანო ვარ. მე ანანო ვარ, თქვით მე ოზი ვარ. გამარჯობა, მე ვარ ოზი. მე კოპალა. დაუბრუნდით. ვა. მე არხი არ მაქვს ასე რომ ვერაფერს არ კი მაქვს, მაგრამ არ მაქვს, მაგრამ როგორ მოგენატრა ბატონო ოზი თქვენთან კითხვა. როგორ მოგენატრათ მაფიის თამაში? თუ საერთოდ მოგენატრათ, იმიტომ რომ ზაფხულია და ეხა. კი არა, ძალზედ მომენატრა, ერთი ხელი ვითამაშე ამასწინებზე და სადღაც პირველივე წრეზე ავდექი და გავედი ისე მომენატრა. შენ ადრეც ეგრე აკეთებდი რა. მე ბოლო All-Star-ის მერე არც ერთი ხელი არ მითამაშია, რაც არ არის საამაყო. თქვენ მე მithumetes. საერთოდ არ გითამაშია. ეგ All-Star-იც არ მითამაშია. თქვენ ესეთი მომზადებულები მოვედით. მაგრამ სერიოზულ თამაშს გპირდებათ ოზი. კოპალას. ანანო, წესებში რა შეიცვალა? მე არ ვიცი, გუშინ დამაწიეს რომ წესები შეცვლილა, მე ამაზე არ ვიცოდი. წესებში? რაღაც წესები შეცვლილი. მე ეხა გავიგე. ხო, რაღაც რა ქვია. ეს წესით იმდენად მაგრა თამაშობდნენ ის ადამიანები, ვინც აქ მოდის ხოლმე. ამ კამერას უნდა უყურო, რაღაც რენდომ კამერას უყურე. იმდენად მაგრა თამაშობს ხალხი, რომ გადაწყვეტეს რომ დაენერფათ რამდენიმე პერსონაჟი. ეს მარჯვენა ხელი დანერფეს, კიდე რაღაც დანერფეს. ეს რა ქვია, იაკუძა პირველ ღამესისთვის ხო? არ მჭირდებოდა ჩემი აზრით. ეს პირველი თამაშია, სადაც კალასთან ერთად არ თამაშობ? არა, ხო? მე წინაზე რო ვიყავი. MVP ხო იყო გამხდარი კალას გარეშე ეს. დაუფრინა, ეგ როცა არ არის, მე დაუფრინა. მე ეგრე მგონია. ზოგადად მე მგონია, რომ ძალიან ახლოს კარგად ვინც გიცნობს იმასთან ერთად არ უნდა ითამაშო. აგი ამბობენ ხოლმე მაფია დიდი ოჯახიო, მაგრამ ოჯახებს ანგრევს მაფია ჩემი აზრით. ასე რომ ჯობია უცხო ხალხი. მაფია და უნო. ხო, ზოგადად თუ ჟილკიანი ადამიანი ხართ ჩემნაირად, აი გაუქანები ვიღაცას თუ ვერ გამისნო ან შენიფერი ან რაღაც, ასე რომ მაგიტო ხარ დასაოჯახებელი მაგიტო ადამიანი. არ თამაშობ მე. სოფლიოს აი, ყველაფერი რო გვაცვია აი ხა. არგენტინასთან მე მგონია როზი ვარ. უნდა იყოს მსოფლიოს კითხვები. მე კაპოვერდეს გულშემატკივრობდი და ჯითომ რომ მკითხა რომ რომელი მაისური გიყიდო, კაპოვერდე ან მეთქი კურასაო, მაგრამ არც ერთი არ იყო და ბოლოს არგენტინა მაინც ხა. აი ხანდაოვია აი. მაგრამ მე რაღაცას ვიტყვი, მე როგორც არა ფეხბურთის მაყურებელ ადამიანს, რომელმაც ფეხბურთი იცის YouTube კი არა და TikTok ედიტებიდან, ჩემი ფიდი არის სულ TikTok ედიტები ფეხბურთზე. ყველა მეორე ჩემი ვიდეო არის ნეიმარის ედიტი რატომღაც არის. და არგენტინა აიღე მაინც. ეგ ინფორმაცია მაქვს ფეხბურთზე, მაგრამ მე აი ამ მონაცემებით ძალიან გულშემატკივრობ რონალდოს. გული მტკივა, ისეთ კომენტარებს. დედას ვიცავარ, გული მტკივა, რომ უყურებ რას უწერენ, რა რეაქციები აქვს მაგკაც. მინდა რომ თავის-თავი ასახელოს, მართლა დედას ვიცავარ. ჯეიმი კარაგერის სიტყვები უნდა გამოვიყენოთ აქ რა. აბა, Live football before football lives you. აი, ეგ არის ბრალია ყველაფერი რაც ხდება მაინც საბოლოოდ. მთელი კარიერა რო იღადავა იმაზე რომ ანუ მე რაღაცა საუდის გუნდში არ დავამთავრებო და იქამდე წავალ სანამ აღარ იმაზე ვიქნებიო და რაღაცა აგე დარჩა საუჩიც თამაშობს. ვეღარ თამაშობს. აი გული მტკივა რა, აი გული მტკივა. არ ვიცნობ მაგ ადამიანს პირადად. აი სერიოზული ანალიზია, ორშაბათობის მერე. ესე მეწოდება. რომელი ამოვიღო? სპეციალურად გამზადებული თემა არის. ანანო ლუკა ოზი. ლუზა. ანანო ლუკა ოზი. ესაა თემა. გაშალე. კითხვა მე არ ვიცი, ვინც იცის წაიკითხოს. ანანო ლუკა ოზი.
უზადია. მოცემულ თემებზე ისაუბრეთ სამივე რესპონდენტმა. შედარებით იუმორისტულად. ერთად 5-7 წუთის განმავლობაში. ეხ გადააწყვეტა იმან წაიკითხოს ბოლო ნაწილი. დიდი არის. აუ რა, მიაკუთვნეთ მაფიის სეზონები, რაიმე ისტორიულ ერას, წიგნს, ფილმს, სერიალს და ასე შემდეგ. უნდა თან ამაზე ვიკამათოთ და ვეხუმროთ ერთმანეთს. თემის გასაგრძელებლად გაიხსენეთ კურიოზული, ინსაიდერული, დაძაბული და თქვენი მაყურებლის საყვარელი მომენტები. რომელი სეზონიო, რას შეეფერებაო შენი აზრითო? თუ გონია მახსოვს სეზონები ესე. არ მახსოვს. მე მაქვს თევზის მეხსიერება 2 წუთიანი. ეს Hangover პირველი, მეორე, მესამე, პირველი, მეორე, მესამე სეზონი. ძალიან მაგარია. Total Recall-ი შეჭმა. საერთოდ ხორობით რო იმაშვები რა ქვია ხო. სიცილიაზე არ ვიყავი, თორე გეტყოდი. ხო უყურე კაცო. ხო უყურე. ეგ კი. მე უთხარი ხალხს აბა. აქედან ყურება როგორი იყო. ვინ იყო სიცილიაზე? საბასაბანაზე და დაუძახო. აი ის იყო სიცილიაზე. მე გონია მახსოვს სიცილიაზე? ნახდებოდა? აი ესე მათ სულ кайფი იყო ეს. ჯითუჯი რომელი პერსონაჟია? შრეკი. სკრუჯ მაგდაკი. ვა. რა. სკრუჯ მაგდაკი არა. რატო არ არის ეგეთი ბოროტი? ბოროტი არა თუ რო სკრუჯი. გაკეთილდება მე ჯითუჯი. სკრუჯ მაგდაკი სად არის ბიჭო? იმაზე ამბობ, ის მეგონა. იხვირო არის. ხო. ვა. ტელეფონი გადმოვეცი. რა ხდება? უკაცრავად ვიღებთ აქ რაღაცას რა. ტელეფონს გადავცემ ადამიანს, რომელმაც ძმა დაკარგა. სად არის ჩემი ძმა? მაგი დაამთავრე. всё, დაამთავრე. გაიხარეთ. მე სხვა ტრენდებიც გადავიღოთ მე. კითხვა რა იყო? შრეკი. სკრუჯ მაგდაკი. არ ვიცით ამ საქართველოსი სკრუჯ მაგდაკი გამანებეთ. თქვი მეინსტრიმული რა. მეინსტრიმული. აი წარმოიდგინე. ჩემში მეინსტრიმული. ის ვარ, რა ქვია, მაყურებელი ვარ და აი სკრუჯ მაგდაკს გუგლავ არ. ბიჭო, მეინსტრიმულად ნანახი. ანუ რაღაცა ულტრა ნიშარ გააძროს მოკვდება. მართალი ხარ. შევწუხდი. თქვენ გააძრეთ. შრეკი ულტრანიში არ არის და მიდი გაადრე ხედავ. არ ვიცი, რაღაცა ძალიან განსხვავებული მე მგონია რომ ჯითუჯია თვითონ პერსონაჟი. არ ჭირდება შედარება, ესეთი განსხვავებული რაღაცნაირი ადამიანი არასდროს არ მინახავს. ოზი ვინ არის? აგო ერო იტყვით ახლა ოზი ვინ არის? კამერებთან უფერხულია. გრინჩი შეჩემა, გრინჩი პირდაპირ. ხო, გრინჩი ყოველდღიურობა. კაი ტიპია შენთან შედარებით. გაკეთილებული გრინჩი? ეგ ზოგჯერ. ხასიათს გააჩნია. გული სანამ გაეზრდებოდა. იქამდე არის. წითური ბრეივში რო გოგო აღონ მისდა. ბრედ პიტები და ესენი არ უნდა. თუ პერსონაჟი უნდა იყოს. აუ შენ იქნებოდი სხვათა შორის Big Hero 6-ში. თვითონ ჰირო. ადაჩის ძმა. რო ყვდება. რომელის გქონდა? ეგ ვირჩევია. ეგ ვირჩევია. ძმაო დაკარგე და. და ეს Big Hero თვითონ ის. რომელი ფეხბურთელი იქნებოდა? მე? როიკინი. როიკინი. ისე სკრუჯ მაგდაკი და დაგვანებე რა თავი რა. რა გინდა? წადი რა. რა გინდა? რა გინდა? როიკინი თუ არ და რენდომ ფილმი გითხარი. რენდომ ფილმი? აუ, Watchmen. ვა, როგორ მოხდა ისეთი თქვი რომ ოკეი. ანუ ცოტა მეინსტრიმ თქვი როგორ მოხდა. ვა. თუ უნდა გეთქვა იტალიური რაღაცა. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მე ბოლოთა და ხიტა შეგახსენებთ თუ როგორ მოგვენატრეთ და როგორ ახართ ბიჭებო? მე უფრო მომენატრა ხალხი, იმიტომ რომ თქვენ ითამაშეთ მაინც. რა ვითამაშეთ? ჩემამდე ხო ითამაშეთ? მე და შენ გვერდიგვერდ დავრჩდა ვარ ციცილიის ფინალის მერე. აუ ბიჭო. თუ გახსოვს და. მე ხო ითამაშეთ თქვენი? ეს საერთოდ არ ყოფილა. როგორ არა? მოგესალმებით ბიჭებო. ხო, როგორ ახართ ხალხო? როგორ ბრძანდებით? მე თქვენთან ერთად ვიდეოს გადაღება ძალიან მომენატრა. მით უმეტეს ამ ვიდეოში მაფიის თამაში. ხიტა სანტა კლაუსი რატო ხარ? და ასევე მივესალმები ხალხს, რომელსაც მოენატრა ჩვენი მაფიის თამაში და მე ძალიან მომენატრა ის ემოციები. ჯერ ვთამაშობ და შემდეგ ჩვენი თამაშის ლაივ კომენტარებს რომ უყურებთ. აუ, ბიჭო, მე საკე კონტენტია. მე ძალიან მიყვარს ლაივ კომენტარებში რომ შევდიხარ და ველაპარაკები ხალხს რა.
დავამუღამე რომ ხახთან საუბარი, ანუ მაფიაზე ჩატში როცა ვწერ. ხო, ჩატში საუბარი რომ მევასება, ხახთან ინტერნეტ ყურება ვიდეოების უკვე. მე შენზე დამოხმარებული მაქვს ხოლმე, აი რაღაც სულას რო აკეთებ, ხალხი რო ვერ იკებს და მე შევ ჩატში უხსნი. არა, არ შემაგინოთ, მე უბრალოდ სხვა რაღაც მინდოდა. ეგენი. ბოლოთას ყოველ ტექსტი დღეს შოგუნად რო გავიხსნები, კი არ იცი რა ხალხმა. ისე მსოფლიო ჩემპიონატის თემატიკაზე გვაქვს ძირითადად აწყობილი ეს და ბრაზილიის ფანი ხარ? მეტნაკლებად. ეს სპორტული რამდენიმე ნაკრების გულშემატკივარი ვარ, ერთ-ერთი ბრაზილია და ფორმა მქონდა ბრაზილიის მარტო. და ამან 3 XL-ი მარტო ეს იყო. და ამაში სკუპატივით ხო? არა უშავს. მე იმ იმედით ვმაქ ეს წამოღებული რომ ოდესმე საქართველოს ვიხილავთ, ხო, მსოფლიო ჩემპიონატზე. კი, და მე არგენტინისკენ ვარ ამ მსოფლიოზე, იმიტომ რომ არგენტინა მიიღო კანონი, რომ მამები, რომლებიც არ უხდიან შვილს ალიმენტს, ვერ დაეწებიან არგენტინის ვერცერთ თამაშს. არის 14600 ადამიანის სია გადაცა არგენტინის მთავრობამ, ამერიკის მთავრობას და ესეც საქმე და ხო და ძალიან დიდი მადლობა არგენტინის მთავრობას. პირველ რიგში იმიტომ რომ საქართველოს დამოუკიდებლობა ერთ-ერთმა პირველმა აღიარა და იმიტომ რომ დამპალმამებს ესეც ჯიან. მე ნავარჯიშები მოვედი ბიჭო. ხო, შენ იყავი მაფიაზე იმ დღეს. და სხვათა შორის MVP გავხდი კოპალაი. ხო, მე ვიყავი წამყვანი და ჩვენს გენიალურ საიტზე მაფიაჯიზე MVP ხტები. მე კვირის MVP ხტებოდი ხოლმე ზოგადად ორშაბათობის MVP. ორშაბათს არის ხოლმე MVP თამაშები, მეგობრებო და დამიჯერეთ ძალიან ისიამოვნებ თუ ფულ მაფიაში მოხვალთ რა, იმიტომ რომ სტრესი თუ გაქვთ, რაღაცა დაღლილი კვირა თუ გქონათ, დაიცლებით ყველანაირად, ძალიან დიციონეს მიიღეთ, ძალიან კარგი ხალხი თამაშობს, მართლა უსაყვარლესი ხალხი თამაშობს მაფიაზე და ძალიან განათლებული, საქმიანი, ნიჭიერი, ჯიგარი და ვინმე მოიკითხე ვინმე კონკრეტული. კოშკა მიყვარს. და მართლა ერთი დიდი ოჯახი არის მაფია რა. მართლა ერთი დიდი ოჯახია. რავი, დაბადების დღეს იხდიან ერთად უკვე ტიპები და 50 ადამიანი დადის ხოლმე დაბადების დღეზე და რავი, ეხაც მე თავად შემიძლია ვთქვა, თქვენ უფრო მომზადებულები ხართ ვიდრე მე, იმიტომ რომ მე ძირითადად თამაშები მიმყავს უკვე ამ ბოლო დროს. თამაში ხო და შეიძლება ეხლა G2-ს მიყავს დღეს, მაგრამ რაღაც მომენტში ვიღაცა შეიძლება ფოლი დაუწერო, იმიტომ რომ ძალიან ისე მაქვს მიჩვეულეს რომ აი მე აღარ ვთამაშობ და უკვე თამაში მიმყავს, რომ შეიძლება ფოლები დაგიწერო. რაო, ლენკა გვანიშნებს რაღაცას. რას განიშნებს? ჰიტავა ხო კოპალაო. უნდა გავხსნა ალბათ. არა, ეგრეთ დავტო. ჰიტავა ხო კოპალა. მოცემულ თემებზე ისაუბრეთ სამივე რესპონდენტმა, შედარებით იუმორისტულად. ერთად 5-7 წუთის განმავლობაში ფიფქი. მიაკუთვნეთ თქვენი თავები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის რომელიმე ნაკრებს და მოგვიყევით რა პოზიციაზე ითამაშებდით. მაფიის 3-12-დან ვის დაიმატებდით გუნდში. პოზიციების მიხედვითაც შეგიძლიათ ჩაშლა. ვის მოუგებდით, ვინ გაგიტანდათ გოლს და ასენგ. ამ თემაზე განიხილავთ სამივე ერთად ერთმანეთზეც და საკუთარ თავებზეც. შხილის დახურვა. მე რომელი გუნდი ვიქნებოდი და სენეგალი და მოვიგებდი მსოფლიო ჩემპიონატს. ხოლმე ეგ ყველას გვინდა. გუნდში დავიმატებდი. ხოიც რატომ? აბა ვინ დაგიმატოთ, აბა? ბასტო და ქორო. ლენკას დავიმატებდი გუნდში. კასტილები დავიმატებდი. სენეგალია და კიდე ლენკას იმატებს. კასტილები დავიმოსულია. ვიღაცა შემოწყებდა ალბათ. მოწინააღმდეგე გუნდი. სენეგალის მოგება მე მგონი ყველას უნდა, ვისაც კვარას ბალონდიორის გაწურვა უნდა. აი მოდი ბოლოთ რადგან პროფესიონალია ვკითხოთ კვარას პონჩი კიდე რა ჩამოთავოს ქვეყნები რომლების მოგებაც გავიხარდებოდა. ლოგიკური რო თქვა გერმანია ალბათ, იმიტომ რომ ვინ მოიგებს ბალონდორს გერმანიიდან, გერმანია უნდა სოფლი მოიგოს. და თან გერმანიაზე ლოგიკური და ლეერსან რეალურიცაა რომ გერმანია მოიგოს, არა აქვს თეორიული შანსი და გერმანია მოიგოს სოფლიო გვაწყობს და გერმანიის ნაკრებში დავიმატებდი აქედან საბა საპანაძეს აუცილებლად, იმიტომ რომ თავზე კარგად ითამაშებდა. ანუ ყოველ შემთხვევაში თვალს აუჭრიდა მოწინააღმდეგეს, როცა დღე ითამაშებდა და აუჭრიდა ნუ. დინგი და აი სხვა და თვალს და ესე ასეთი უმორი შემოგთავაზეთ მელოდიადი თავი. მე მაინც არგენტინას ვერ ვუყავ. იუმორი არ დაგავიწყე. მესის ბოლო მსოფლიო არის და აი მართლა დაგვირგვინება იქნება თუ კიდე მოიგებს. მე მაგას ვწურავ რა, მაგრამ არის ახლა რაღაცები მომე რომ პორტუგალიამ რომ მოიგოს, ზღაპარი უფრო კარგად დასრულდებაო, მაგრამ მე არ მაინტერესებს ზღაპრის კარგად დასრულება, მარტო ძალიან მხარე მაინტერესებს. მე ცოტათი მაგას ვამთხოვი ისე. რონალდო უნდა მოიგოს? აი ხე რონალდო და მესი თითქოს ისე ერთ კომუნიკის თვალსაზრისით ესე თანაბრად მოდიოდნენ მსოფლიოს მოგებამდე სამ მესი. ეხლა ის არის ზევით. აი ხა მსოფლიოს შემდეგ უკვე მაკამათი უკვე რონალდოს ფანებმა წააგეს. კი. ესე ხო ისე წაგებული იყო ჩემენ რომ მესი ყოველთვის ჯობდა რონალდოს უბრალოდ ხო მაგრამ ანუ ფანების მე მიჩვენია რონალდო მესის თორე და აი ხა რომ რონალდომ გაუთანაბროს ისტორიისთვის ალბათ უფრო საინტერესო იქნება მე ესე ვფიქრობ მილიონი აი ვინ მოვიდა რისი ფორმა არის რა გაცვია სენტეტი ესა და დამჭა ესე აუ ბოდიში გაჩაგიშალეთ არა უშავს na 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 na
na na na na na na na na na na na na na na na na და ბოლო na 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 მოგესალმებით მეგობრებო, აი ნანატრი დღე დაბრუნდა, როდესაც ჩვენ ვუბრუნდებით მაფიის თამაშს და დღეს ძალიან საინტერესო შემადგენლობა გვეყოლება და წინასწარ გადავწყვიტეთ, რომ მე, ნუცა და ანი ვიქნებით დღეს მაფიოზები. დიდი ალბათობით გოგონებიდან რომელიმე გაინაწილებს დონს, მარჯვენა ხელი იქნება მეორე და მე ვიქნები მაფიოზი, რომელიც შორიდან დააკვირდება მათ სტრატეგიას და მიუყვებით ესე დინებას. ეხლა სუსტად ეგრე რომ მოხდეს, აუცილებლად ესე მოხდება, ეს ხო გადაღების მერე ვწერთ ამ ვიცით, სამივე მაფიოზი ვართ და მოდი ვიყოთ გულწრფელები და ვთქვათ, რომ როცა ჯიშინ დაგვირეკა თუ მოგწერა, ვუთხარით რომ მაფიის კარს თუ არ დაგვირეკებენ, შენი მოვა. ყველამ ერთიანად ძალიან დიდი სიხარულით და მონატრებით მოვიბინეთ მაფიაში. მე ეგრე ვიყავ პირადად. ხო, უბრალოდ G2G-ს არ ვთქვამს, რომ ახალ ფილიერში იქნებოდა ჩაწერდა, მე ჯერ დიღომში წავედი მეგობრებო. იქ დაახლოებით 15 წუთი დავყავი და რომ მივხვდი რომ კაციშვილი არ იყო ჩემ გარდა, და იქიდან გლდანში წამოვედი. მე ჯერ წამოვიდა, კი. მაგირო დავაგვიანე. ერთი წელია სხვათა შორის არ ყოფილვარ მაფიაში. თან წყინს რო არ დამპატიჟეთ, მაგრამ გასაგები არის, იმიტომ რომ ბოლოს მაგარი აჭრილი ვიყავი. სულ დაგპატიჟებდა. მაფია არ არის ერთი წელი. არც იყო, ხო, ეგეც არის. ხო, მე უფრო დიდი ხანია კიდევ ყოფილვარ და ძალიან დიდი სურვილით ჩვენ ძალიან გვეწყინა შენგან ერთი რაღაც. სიცილიაზე რო არ წამოხვედი ჩვენთან ერთად. ვინ დაპატიჟა რო უნდა გამარჯვებული და გამხდარიყავი. ძალიან გვეწყინა რომ ვერ გავიმარჯვე ჩვენთან ერთად სიცილიაზე. ხო, ეგრე გამოდის სლოვაკია. მაგრამ ეგ ბოლო თამაში მე უნდა მოგედონებინა. დეტექტივი რო ვიყავი, მგონი ჩემი ბოლო თამაში ეგ იყო და დეტექტივი ვარ მეთქი ვამბობ და არავინ არ დამიჯერა და გამაგდეს. ნუცა, ლოლა და ლაშა. აუ, რა მაგარია ისე ერთად მოხსენია. ძალიან საინტერესო. ნუცა, ლაშა და ლოლა. აჰ, პირიქით არის. ეს რაღაც შეცდომაა. შინ გადაანაცლა. აქ წერია ნუცა, ლოლა და ლაშა და იქ წერია ნუცა, ლაშა. აქ სწორად წერია, როგორც ხედავ ზუსტად ეგრე წერია. მოცემულ თემებზე ისაუბრეთ სამივე რესპონდენტმა, შედარებით იუმორისტულად, ერთად 5-7 წუთის განმავლობაში, 6-ით ეს შეგვიძლია. ლენკას დაწერილს გავს. დაალაგე მაფიის როლები შენთვის ყველაზე საინტერესოდან ყველაზე უინტერესომდე და აგვიხსენი რატომ ფიქრობ ასე და ერთმანეთს რა როლებში ხედავთ. როლები: პატიოსანი მოქალაქე, მაფია, მარჯვენა ხელი, დონი, იაკუზა, შოგუნი, დეტექტივი და ექიმი. თემის გასაგრძელებლად შეადარეთ თითოეული როლი ქართველ იუთუბერებს, მსახიობებს და ინფლუენსერებს და ბოლოს ანი ბოლაძემ გაგვეკეთოს უკანა სალტო. გასაგები. უკანა სალტოთი ხო არ დაგვეწყო? მე ვცეკვა, პარკურისტი კი არ ვარ. უკანა სალტოთი დაგვეწყოთ მე მგონი. თუ გინდათ რომ აი დღეს არგენტინა გამოგეთით? არა, რაღაც წერია. არ არის პრობლემა. თუ დამეხმარებით ნუცა შენზე წერია. თუ დამეხმარებით გავაკეთებ. ხალხური იმღეროსო. ხალხური იმღეროს. შენზე წერია, მაჩვენი. მოდი, არა, შენზე წერია, შენზე წერია, მაჩვენი. კარგი, მოდი დავიწყოთ. კარგი, დავიწყოთ. მოდი, ეს მოდი ჯერ უცბად ჩამოვთვალოთ მაფიის როლები და მერე შევადაროთ ხო. გაგვახსენე როლები, იმიტომ რომ დონი და მარჯვენა ხელი, უბრალო მაფია შეგიძლიათ რომ შევიყავოთ, რა თქმა უნდა, დეტექტივი, ექიმი, იაკუძა და შოგუნი. პატიოსანი ცალკე მოდი განვიხილოთ პატიოსანი მოქალაქე. მოდი ჯერ დავიწყოთ ფავორიტი როლები. ჩემთვის დეტექტივი არის დაუფიქრებლად ვიტყვი. პირველ ადგილზე. კარგი. პირველ ადგილზე როგორც ყველაზე საინტერესო. შემდეგზე რას რომელს დააყენე? როგორც საინტერესო, შემდეგი დონი და მესამე მოქალაქე, ოღონდ პატიოსანი. ჩემთვის ალბათ ექიმსა და დონს შორის ვფიქრობ, იმიტომ რომ ექიმმა თუ ძალიან კარგად იცის თამაში, შეუძლია რომ მთელი თამაში ამოატრიალოს და ზუსტად სწორ დროს დაჰილოს ვიღაც და ვინც არ არის დასახელველი ის არ და მოკლედ ძალიან ბევრი ადამიანი იყო, ვინც ძალიან კარგად ითამაშა და გეცოდინებათ მაფიის მაყურებლებს, აგერ აქ დადის ერთი. ზუსტად არ მახსოვს ვინ იყო, მაგრამ ერთხელ მქონდა, მაშინ მე თუ თამაშობდი, შოკი მქონდა, რომ აი ყველა ზუსტად გაარტყა, ვინ უნდა დაეცვა და ვინ არ უნდა დაეცვა და მოკლედ იდეალურად წაიყვანა ექიმმა თამაში და მგონია რომ მაგას რო ძალაუფლება აქვს, თუ მიხვდა იქ იმ წამს რა ხდება, ეგრე კარგად სხვა ვერავინ ვერ შეცვლის თამაშს. დეტექტივზე ვერ ვიტყოდი, იმის მიუხედავად რომ საინტერესო როლია, მაინც ისე მიდის ჩვენი მაფიის თამაშები, რომ დეტექტივი ყოველთვის იწირება, იმიტომ რომ მარტივად მისაგნები არის და მე მაფიას ძალიან უშლის ხელს რა.
და დეტექტივი ამ შემთხვევაში ჩვენთან კარგავს ძალას. ეგრე გამოვიდა ყოველ ჯერზე და ბევრი გახსნა არის, ხო? ბევრი გახსნა არის. იაკუძანაც იხსნება, მაფიიდან, ანდროიდ დეტექტივის და იხსნება. თუ გიპოვეს, ვეღარ თუ მართლა შეხედა თუ გიპოვეს, მე რაც დამემართა, თან ჩემი გადმოსახედიდან საუბრობ, მოკლედ, თან გულდასაწყვეტია, როცა დეტექტივი ხარ, იმიტომ რომ შენთან ერთად კიდე 5 ადამიანია. ეხლა დავალაგებ ჩემი გადმოსახედიდან სიძლიერის მიხედვით და არა სუბიექტური შეფასების მიხედვით, აუცილებლად მე დავაყენებდი პირველ ადგილზე დონს. ოკეი. და ზოგადად მაფიას, იმიტომ რომ თუ შენ კარგად ითამაშებ, კარგი დონი შეიძლება იყოს იდეალური დეტექტივიც, იდეალური ექიმიც და იდეალური პატიოსანიც. ამიტომ დონი, როდესაც მოგდის, ჩათვალე ნებისმიერი როლი გიჭირავს, უბრალოდ ახლა მთავარია შენ როგორ შეასრულებ რა. ამიტომ ვფიქრობ, რომ დონი ყველაზე ძლიერი კარტია, რომელიც ასევე წყვეტს მაფიის, ანუ შავი კარტების მიმართულებასაც თამაშის ბედს. ასევე იაკუძას და შოგუნსაც ვფიქრობ, რომ საკმაოდ ძლიერი როლები არის, მაგრამ არ მივიჩნევ იმდენადძლიერად როგორც მაფიას. დეტექტივს გამოვყოფ, აი პატიოსნების მხრიდან ვიტყვი, რომ დეტექტივი არის ყველაზე საპასუხისმგებლო მიუხედავად იმისა, რომ ანიმ რაც თქვა, ვერ შეგეწინააღმდეგები, რომ ბევრი დეტექტივი ყავს და მე მგონია, რომ უფრო მეტად გაურთულდა საქმე, იმიტომ უფრო პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს დეტექტივი. და აუცილებლად ვიტყვი პატიოსან მოქალაქეს მესამეს, რადგან პატიოსანი მოქალაქე არის ის, ვინც საბოლოო ჯამში ხელს წევს უმრავლესობა და წყვეტს თამაშის ბედს. ამიტომ ძალიან რთულია და ასევე ძალიან ასე ვთქვათ საინტერესოა, იმიტომ რომ არ გაქვს არანაირი ინფორმაცია. და მე მგონია რომ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო როლი არის პატიოსნიდან თამაში. თემის გასაგრძელად შეადარეთ თითოეული როლი ქართველ იუთუბერს. მოდით რა ვქნათ? ესე მონაცვლეობით დავასახელოთ. პირველი როლი თქვას, ნუცა, მე ვიტყვი, მე რაღაცა. მე ვიტყვი და ასე შემდეგ. პირველი როლი ნახე, აქ წერია. სად არის? პატიოსანი მოქალაქე. ეხლა უნდა თქვა ერთ-ერთი იუთუბერი. ჩემთვის G2 არის. პატიოსანი მოქალაქე. საყვარელი. G2 არის როგორიც, ძალიან საყვარელი არის. ისეთია რომ ეს ის ყველაფერი, მაგრამ პირდაპირ მე ესე მგონი, ხა მე როგორც ვიცნობ, ჩემი გადმოსახედიდან, პირდაპირ ლაპარაკობს ყველაფერს და არ მგონია ჩუმჩუმელა ადამიანი. და ძალიან სუფთა მგონია და მაგითა ვიტყვი. ბრავო! ვაა, კარგი შეფასება. G2 ირყავ თავში G2 სრემლი მოსდის. ოდი მაფია იყოს ქორო. მე ვფიქრობდი სხვათა შორის ქორო. არ ვიცი რატომ, მაგრამ ქორო არის მაფია ჩემთვის. ნუცა, შენ უნდა თქვა მარჯვენა ხელი. რაღა მარჯვენა ხელი და კაი, დონი თქვი თუ. კაი. დონზე აქვს. დონი იყოს ვფიქრებული, მაგრამ ჯერ შევთქვი და მეც ვიტყვი. მამულიჩა. მამულიჩა. მოდი შოგუნზე თქვი და შოგუნზე ვიტყვი, შოგუნი არის ხალხო ნუცა თოფურია. აი, ხო არის ესეთი პრინცესა ისეთი. თქვენ არიცით, ნუცა თოფურია, მაფიაშიც არის და მაფიაშიც. აი ხო, წითლად მოწმდება ყველგან, მაგრამ ხალი ატრიალებს აეცა ყველაფერს. ოღონდ ან არ ვღადაობ, აი როგორც მისი ახლო მეგობარი. ჩენაგი მოდის იაკუძა და იაკუძადან მე იაკუძას მე ვიტყოდი ტეტრისის ბექას. აუცილებლად. ბექა. რატო უნდა ამჭათ? ჩემთვის იაკუძა ეს არის რა. თან მგონი კიმანოების ბიზნესი აქვს და შეგიძლიათ რომ თუ რამეა. რომელია შეიძლება ვიცოდე? ტეტრისის ბექა აქ არის, ხო? არ ვიცნობ. ბექა სად არის აქ? ბექა ტეტრისი. არ ვიცნობ. ბექა ყოველთვის აქ არის. რო დაგვენახოთ. ხო. არა, აშკარად აქ არ არის. აქ არ არის. გვარი არის აქ არის. მართლა ვერ მივხვდი. აჩოდილეკა. ხო. ანუ აქ არის გვარი აქ თქო. ბექა სად არის აქ არის? დეტექტივი. 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 თქვენ არ ფიქრობთ? არავის შენ ამბობ, თორე მე ყველაზე ყველაფერს ვიტყვი, არ არის პრობლემა. უკანასალტოს არ ვიკეთებ. უკანასალტო არ ვიცი. მიდი ჩვენ აი დაგიჭერთ იმას, აი ზურგს ესე და გადამაწევინებთ, გავაკეთებთ. მართლა არ ვღადავ, შემილია ხიძე გადავდივარ და მე ფეხები გადმომაწევინეთ. არ ვიცი, არ რანე გავაკეთებ. ალტერნატიულს ხომ არ შემოგთავაზ. გვერდულ ბორბალს ვაკეთებ. შეგიძლია რომ შემოგთავაზ. ამებს თუ გავიცებ, გავაკეთებ. დავაი, გავაკეთოთ თუ ამის მეტი უნდა დასწრებო. რა გავაკეთოთ, ვოვა. ლები არ გამიკეთებია. ლუკის საპატივსაცემად აჭარული ვიმღეროთ. ვიმღერე. რადგან და ისე მღერე მაიცა წავიდა. კაი ალსნა ფოტი ჩამოქონდა ალვის ყიჩა. ასე თუ ისე გავაკეთე რა ვძამედი. მოგესალმებით მეგობრებო. მოგესალმებით. გიორგი მიესალმე. მოგესალმებათ საბა საპანაძე ზურგეთიდან. საბა რა ხდება? რა სიტუაციაა მან?
მოგესალმებათ, პაატა გულდუშაური იბერიადან. არ დიახ, გასაგები. ხო და ჩვენ შევიკრიბეთ ბიჭები, რომ უბრალოდ ერთი ლამაზი საღამო ვაჩუქოთ ერთ თურს და ვინც უყურებს ამ ყოველივეს და ძალიან მოგვენატრა. ბასტო რომ იმაზე ისაუბრე, ძალიან მომენატრა, მე არ მინახავ ხარო რომ მითხარი და ძალიან მოგვენატრა. მე საბადი და დამოტრებია, ყოველდღე ვნახულობდი. კი ბატონო, მე მომენატრა, აი სადაც ვარ ეგ მომენატრა როგორი არის სათაშორის. დინამო თბილისის გაწვრთნა? ეკვიპას გითხარით თუ რამდენად გაგიჭირდა? აჯიკა. იარაღი გააქვთ? ესპანური სირცხვილი. კაი, არა უშავს. კაი, ხო, ამოიჭრა მართლა ხო, ანუ არ შევწყვეტ. კაი, ძალიან საინტერესო თამაში იქნება, ალბათ მოგვენატრა, ცოტა დაგვაუწყდა თამაში და ცოტა არეულობა იქნება, ამიტომ ნუ განიკითხავთ, ნუ რავი, იმდენი ხანია და პროგრესივდება. იმდენი ხანია, მე აღმოვაჩინე, რომ იმდენი ხანია არ გვითამაშია, რომ ვიღაცებს თუნე ახალი წესები გაუკვირდათ. მე არ ვიცი ახალი წესი. ახალი წესები გვაქვს? რამე? ხო, ყველა ცუდი მოთამაშე, ვინცა პირველი რაუნდიდან ვარდება, რომ ქორო გვემშვიდობა პირველ რაუნდში. ბიჭო, და მსოფლიოზე ბულსისკენ ხარ? კი. აჯიკა რო აი აჯიკა ჩასასველი. აჯიკა რო დაგვიტოვო მართლა. ბიჭო, იმიტომ რომ რა ეხარი რამე ხორცი, პროტეინი. ვინ მინიავებს? G2 YouTube-ზე მოგვიმზადეს ქუდის თემი, რომელიც მომზდებულია ლენკა დატიშვილის მიერ, რომელიც სამწუხაროდ ჩემს გამოტოვებს ტრამვის გამო ვარჯის ფეხი იღრძო და 6-დან 8 კვირამდე იუქმებს და შემდეგ მწვანე მიდროს დაუბრუნდება თავიდან ინდივიდუალ ვარჯიშებით, შემდეგ კი უკვე გუნდთან განაახლებს ვარჯის, ჯეოთიმის ინფორმაციით, ის გადარჩა ოპერაციას, არ ჭირდება ოპერაციული ქირურგიული ჩარევა, რაც რა თქმა უნდა ძალიან სასიხალოა მაფიის გუნდის გულშემატკივრებისთვის, თუმცა მისი იოგები დაზიანებულია, რადგან ეს საჭიროებდა გამაგრებას ყესები, ასე რომ დიახ. ლენკას მადლობას ვუხდით, რომ ქუდის თემა მოგვიტანა და იქნებ დაიფარო. ბასტო ქორო საპანა. აბა რა ქუდის თემაა? ბასტო ქორო საპანა. მოცემულ თემებზე ისაუბრეთ სამივე რესპონდენტმა. შედარებით იუმორისტულად. აუ ფეხა. ერთად 5-7 წუთის განმავლობაში. შეადგენთ 11-ეული სოფლიო ჩემპიონატისთვის მაფიის მოთამაშეებით. დაცვა შეტევა მეყარენ ზამენები. განიხილეთ რატომ იმატებთ გუნდში იმ იუთუბერ ინფლუენსერებს, ჩაუსწორეთ ერთმანეთს შემადგენლობები. მოთავდი მითხრე ბოდიში არ გისმენთ, ძალიან დიდი ბოდიში. ინფლუენსერებისგან შემდგარი 11 უნდა შეკრა მაფიის მოთამაშეებისგან. აიხარე. რომელიც ფეგურის გუნდის? დიახ. საბა დაიწყებს, იმიტომ რომ შუაში ზუსტად კარში, თან პატარა ვარ ყველაზე და დამithვეთ. მე საბას დავაყენებდი აუცილებლად ტრიბუნაზე. კი ბატონო, ჯმა ვიქნებოდი, ანუ ადმინი ვიქნებოდი რა, სოცმედიის. პრომო გოგონა იქნებოდა საბა. აუცილებლად. აჯიკა. დავიწყოთ მეკარით. რაბანა, მე მგონი შენიერი გადაწყვეტილება. რაბანა. დიახ. ვეთანხმებით. რაბანა დააყენე კარში? ანუ რა ვერსია? კარგი, ნუ იყოს ჯანდაბა. არა, რა ვერსია გაქვს ხო? ძალიან ბევრი ვერსია. მაგალითად, კოპალა. კარში კოპალა? მეც მაგერ გიორგი მამარდაშვილზე რას ვიტყვით, ანუ მგონი ოდნავ ჯობს რაბანას ჩემი აზრით. ბოლო თქვენ ბიჭია ხო? კი, დიახ. შემდგომ გააგრძელებ. კი ბატონო, მარჯვენა ცოლად დავაყენოთ. დიმანები ერთზეს დავაყენოთ მარჯვენა ცოლად. იცი რატო? ერთხელ 2017 წელს ფედერაციის ცენტრის გახსნა იყო და მარჯვენა ცოლად იდგა იქ. რა თქმა უნდა კართან ხო? კი, ანუ უბრალოდ დაყენებული ყავდათ, კი, კარის მარჯვენა შეგიშვეს მე. კარის მარჯვენა მხარეს იდგა მცველად. კი, კაცო, ჩაუვლიდი, აუვლიდი, გინდა ყოფილიყო, გინდა არა და ამიტომ მე დიმას გავამწესებდი, მოკითხვა დიმას. რატო გოლები რო გაუშვას? თუ ჩაუვლიდი, აუვლიდი ისე რომ. ცენტრალური ცოლები. ცენტრალური ცოლები, კაი. მედი გესმენდი, აბა. გელოდებით რომ არა, ხო ქერა. ლაშადვალი ერთი, ლაშადვალი აუცილებლად. და მეორე ცენტრალური მიცვალად საბა საპანზე შეუწყვილებდი. რატომ? თქვენ თუ მეტყვით ორ ადამიანს ვინც საბა საპანაზე და ცუდად თამაშობს ფეხბურთს. ეს საფის მოთამაშე ვერ მაინტერესებს. ორი უბრალოდ ადამიანი ნახე ერთ წელს ისე ლაშადვალი არის ძალიან ჭკვიანი მცველი და ჩემი ანუ მოედანზე ჩემი ჩაჯმული რომ გადაეზვია მე საბა საპანზე შეუწყვილებდი ან ვირს ან რამე ეგეთ ცხოველს. შეიძლება ჩოჩორიც იყოს და საბაც ყოფილი იქნებოდა და ყველა კარგად ვიქნებოდით. აჯიკა. შემდგომ
მაგრამ საპარანძე მაინც დგას, ხო? კი. საპარანძე დგას. და თქვენ რა აკადრეთ ლაშად რომ ითხრა? რატომ კიდევ აგვერდით? რას აკეთებს თქვენ რას აკეთებს? მოედანზე ჩემს ჩაჯმული ალაგებს თქვენს იმას. რას აკეთებს? შესაძლოა გადავიდეთ. როგორც თამაშის მომობაში. დავიგეთ ყველაფერი, ეს არ ამოიჭას თუ შეიძლება, სად გამწეს ადამიანი. შეგიძლია. გამძლევი რა ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია, მე ჩემს შეცდომას გამოასწორებს ეს. უკან უნდა გაიზარდა ძალიან 40 კაცი რო იყოს. ბიჭო, სახში რო დადო საბა და ნაყინი რო წაუსვა, რომ ზაღლბა ლოკოს და ნემს გაუკეთებ ამასობაში. კაი, თუ შეიძლება, ხუმრობები არ შეიძლება. სავარცხელი ფარში სად გააძოს? დაი, მარცხენა მცველი. მარცხენა მცველი არის მაფია, ვისაც უთამაშია. ნებისმიერ ცაცია მცველი. მე მგონი გიორგი ნებიერიძე უნდა დადგეს მარცხენა. ნებიერიძე მარჯვენა. ლატერალები ნებიერიძეები ჩავაბართ, კი ბატონო. მანჩესტერი გავიხსენო. კი. შეიძლება რომ საშინელი დუეტი იქნება დაცვის. DNF-ი. შუაში დავაყენდი ჯიჯუჯის. ერთადერთი კაი რა. რატომ? იმიტომ რომ დირიჟორი ზოგადად ხო არის შუაში. დიახ. ადამიანის დირიჟორი იყოს თამაშის. და ჯიჯუჯი არის მაფიის დირიჟორი, ანუ განაგებს ყველაფერს, ხო? ამიტომ ჯიტუჯის გამომწესებდი ჩამშრალ ნახევარმცველად. დირიჟორის პოზიციაზე? დირიჟორის პოზიციაზე. წინ არის, ეხა ეგ უკან. ეხა გვერდით. მექვაბას დავუყენებდი გვერდით. დიახ. რომ ჯიტუჯის დირიჟორის ეს. აი რაც ლაშადოას ქონდა, ხო? ფუნქცია. იგივე პოლის ჯოხი დააკავა. ბიჭო, არა, ანუ არ დამზღვევი რა, ანუ ხო ხვდები. ჯო საფეხბურთო ტერმინია ხო აზე ხარ. მინდა რომ რაღაც გადაცემა გავაკეთოთ და აი დღევანდელი ჩვენი სტუმარია საბა სურო ეს იყო. წინ დაუყენებდი ამ ორ გენიალურ ნახევარმცველს წინ დაუყენებდი გიორგი ქორიძეს ცენტრო კამპის და ათიანის პოზიციაზე. ფეხი მტკივა ვერ გავხაჭე. არა გიორგი შენი ეგ საბა არის მწვრთნელი და შენ დაგაყენებს და დადგე. მწვრთნელი მოთამაშე ხარ? ეს გადაგე მოჩვენა ბაზარს და. კარგი. ინტეგრაცია გააკეთე. ათიანზე საქართველოსი გააკეთე. მარცხენა ფლანგზე დავაყენებდი. ჯო მარცხენა ფლანგზე მინდა ხუჭ კვარცხელას დაყენება, თუმცა ანუ X-ას ბასტო გოგოა ყავს. ხელი ბოლო, ჩუჩხაცა აბა თქვი, ხუჭა კარვა. ხუჭა კვარცხელას დაყენება და მარცხენა ფლანგზე თუმცა X-ას ბასტო გოგოა ყავს, მარცხენა ფლანგი უნდა ჩავაბორო ბასტო გოგოა. ანუ მარცხენა ფლანგზე. მარცხენა ფლანგზე მე ვარ. კი, ამიტომ მოდი მარჯვნივ დავაყენოთ ხუჭა. ვაჟას გაუცვლის ხოლმე ადგილს. ხო რა, აი ხო ხვდებით რა პესეჟში. მე ამბიდექსტერი ვარ. პესეჟში ხო ხვდები რა, ანუ ამბიდექსტერი. მაინც სამწუთში დაიღლეო ბასტო გავა მოედნიდან, ამოყრის ბიჩოკებს, ჩაიკუნცხება და ხუჭა დაუბრუნდება თავის პოზიციას. ჩემი აზრით გოუთი გავიწყდება. გოუთი? ხო, აი ამ ფორმაზე ვინ გახსენდება. მაფიის მოთამაშეებიო. და წინ, მაცადე, წინ ტატო ბაციკაძე. ცხლიანზე. წინ. ხო, ცოტა ჯანიანი. ხო, და გავიცნოთ რა გოლები აქვს YouTube ლიგაზე გატანილი, ბატონ გოუთს. კი, შენ რამდენი გოლი გაქვს გატანილი? ფულს რამდენჯერ შეეხე და მე მაგაზე მეტი გოლი მაქვს გატანილი. შენ უფრო მეტი იმდენივე გოლი მაქვს გატანილი. იმდენივე გოლი მაქვს გატანილი, ამდენიც მე ბოლო სეზონში ვაჟა გოგუას. 3? აქე გოლი გაიტანე? კაი. იმდენად დაბალი დონის თამაშები ქონდა, რაღაც მახსოვს. გონი შემოდი ხა ჩამოვთვალოთ, კარში დგას, მამარდა დგას თუ კარში დგას. ტრაბანა. აი, კიკოფსე როგორც იყო 45 წუთი მამარდა. არც ეწეოს მართლა ნინიკო დადგეს. ნინიკო დადგეს. მამარდა, ნინიკო მარდაშვილი იცავს კარს. ლევან ყარაცხელია დგას ისა, ჩემ მოწინააღმდეგე ფლანგზე. ფლანგები ჩავაბოთ ლატერალ, ან ფლანგები ჩავაბოთ ლატერალები იქნებიან გიორგი დიმანებიერიძეები. დაცვაში საპანა და ლაშადვალი. დიახ. შუაში ჯიტუჯი და მექვაბა. დიახ. ბასტო, ქორო და ლევან ყარაცხელია. და წინ დადო ბაციკაძე. წინ დადო ბაციკაძე. ეხლა აქ ეწერა ესეთი რაღაცა, ძალიან საინტერესო, ერთი დეტალი გამორჩა. ზამენები. შევიდეო ბოლკოპე და მე ყოველთვის მე დავაკეთე. არა, ჩვენ აზრი არა ვართ. იქ ნახე რა ხდება. შო დანებდა. აი, ალექსანდრემ რო გააჩერა ჩხუბი, მეც ახლა ის ვერ ხვდებოდა და მე გავაჩერე. ვაშა სად არის? მეგობრებო, სულ ეს იყო. მიკროფონი აი კარი შეჩემი. აგი არის ეს? გაჭენე მეტლე ლურჯა ცხენები, მე თბილისის აივნებს მოვეფერები. ეხოცები ვინმე გაზომეთ ტრაგოლორი, ვინც ვიყურებთ და კი იცით რაც უნდა თქვათ. ფესირა შეიყვნენ. ვერები ვაჟა და ქორო და შუაში კი ვიცით